მეგობრებო, მე ვარ ბასტი და დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს მე გადავიღებ ჩემპიონთა ლიგას, ანუ FC Mobiles, რომელიც ვითამაშებთ Paris Saint-Germain-ი Arsenal-ის წინააღმდეგ. აი, აწი ხო არის კიდე პირველი თამაში ხომ მოიგო Paris Saint-Germain-მა, მეორეც ხო არის და ეხლა აი ვნახოთ, მოვიგებთ თუ არა. აი ვნახოთ. აი დავიწყოთ. წავიდა და დამატებაზე გოლ. ფეხბურთელს რა ქვია? ვიტინია, ხო? დამიწერეთ კომენტარებში ამ ფეხბურთელს რა ქვია. გონი ვიტინია. ვიტინიას ეძახიან, გონი. ჯარიმა. კარგი. თან დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და გადავწყვიტე ეს თამაში გადამეღო დღეს. დარტყმა და გოლ. კვარაცხელიას გოლი და 2-0-ია. მეტად სინამდვილეში როგორ მოიგებს Paris Saint-Germain მეორე თამაში. პირველი თამაში 1-0 მოიგეს. კარგი ბურთი გამოვაგდოთ. არა გაიტანა 2-1. კარგი. დარტყმა და გოლ. 3-1-ია ანგარიში. დემბელეს გოლი. სინამდვილეში ის ერთი გოლი დემბელემ გაიტანა და მე მგონი კვარაცხელიას პასით გაიტანა მგონი. ხო. თქვენ მეგობრებო, დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ვიდეოები. და კომენტარებში დამიწერეთ, რომელ გუნდს გულშემატკივრობთ თქვენ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტად. მე Paris Saint-Germain-ს გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მინდა რომ ხვიჩა კვარაცხელია მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და თან ხვიჩა კვარაცხელიას ფანიც ვარ და გულშემატკივრობ ზან და იმედია მოიგებს. არა მოიგერია.
არა 3-2. მედია სინამდვილეში ასე არ იქნება. არა, მოვახერხე აქ დარტყმა. და 3-2 მოვიგეთ. და მეორე თამაში იქნება ახლა. ორ წამ შემოგიერთდებით მეგობრებო. მეგობრებო, მეორე თამაში დამთავრდა 2-2 და მოვიგეთ ჯამში 5-4. და ერთ წამ შემოგიერთდებით. კარგით მეგობრებო, აქ დავამთავრებ ვიდეოს და გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეოები და ზარი გააქტიურეთ და კომენტარები დატოვეთ და შემდეგ ვიდეოს გადავიღებ ბარსელონა ინტერის დაპირისპირებას. აბა, კარგად.